თვით გამოცხადებული ხელისუფლება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები დააშინოს და გააჩუმოს. ამჯერად მათი სამიზნე აღმოჩნდა სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, რომელსაც გასულ ღამეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ და ახალგაზრდა ქალმა მას თავი წარმოუდგინა როგორც გამომძიებელი და კითხვები დაუსვა გარდაცვლილი მამის იარაღებთან დაკავშირებით. საუბარია სანადირო თოფზე და გაზის იარაღზე, თუმცა მას შემდეგ რაც გაცნობილმა გამომძიებელმა მიიღო პასუხი, რომ ქეთი თუთბერიძეს ჟურნალისტს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ამ იარაღებთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაცია შეწყდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მამა მას გარდაეცვალა 23 წლის წინ და ახლა კითხვები მის იარაღებთან დაკავშირებით არის სწორედ დაშინების მცდელობა. სტუდია მონიტორის გამომძიებელი აქტიურად იძიებს, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცდენილ საქმეებს და ბოლოს, როდესაც გამომძიებელ ჟურნალისტმა 3 კვირის წინ მოამზადა რეპორტაჟი, ეს ეხებოდა ირაკლი დგებუაძეს, გრიგოლ ბესელიას და სწორედ ამას უკავშირებს ჟურნალისტი სატელეფონო ზარს, რომელიც გუშინ ღამით განხორციელდა მის მობილურზე. ახალგაზრდა ქალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რეჟიმს აქვს მცდელობა, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები გააჩუმოს, მათ შორის გააჩუმოს სტუდია მონიტორის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე და ჟურნალისტი ამბობს, რომ ის აუცილებლად მივა სამშაბათს პოლიციის განყოფილებაში და კითხვებს ახლა თავად დასვამს ამ სატელეფონო ზართან დაკავშირებით. ამერიკა ქალმა, რომელიც გამეცნო გამომძიებლად ვაკე საბურთალოს პოლიციიდან და მითხრა, რომ მამაჩემის სახელზე არის რეგისტრირებული 3 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც არ არის გადაფორმებული და არის ასე ჰაერში გამოკიდებული და მითხრა, სად არის ეს იარაღები. მამა გარდაიცვალა 2002 წლის 6 სექტემბერს. მე მაშინ ვიყავი არასრულწლოვანი. ის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ იარაღები გავყიდეთ. დედას არ უნდოდა რომ სახლში ყოფილიყო. საუბარი არის სანადირო თოფზე და გაზის პისტოლეტზე, რომელიც მე თვალით არ მინახავს, რომ დისტოპიური სცენარივით არის, რომ არ არსებულ იარაღებზე, რომელიც ფიქსირდებოდა, ჯერ მე საერთოდ 3 იარაღის შესახებ არც მსმენია რომ მამაჩემს ჰქონდა, რომელიც ფიქსირდება 2002 წელს გარდაცვლილ ადამიანზე, ის მე ხომ არ მაქვს სახლში. გვავშირებ ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას, მე ბოლოს მაგალითად გავაკეთე ზუსტად პოლიტპატიმრების საქმეებში მონაწილე პოლიციელებზე, ესენი არიან ბესელია, დგებუაძე, ქავთარაძე და ასე შემდეგ, ვიზეც აი ტევ1, რომელსაც არაერთხელ ქონია გამოძიებები და გარდა ამისა ტევ1-ის ეთერიდან ერთხელ მე მიმართე ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე საკმაოდ კრიტიკულად და მიმართე იმ შემთხვევაში არა როგორც ჟურნალისტმა, არამედ როგორც მოქალაქემ და როგორც აქტივისტმა. და არ ვიცი, შეიძლება ძალიან მოუხთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალში და ამიტომ დაშინებას ცდილობენ. თვით გამოცხადებულ ხელისუფლებას ამოქმედებული აქვს უმკაცრესი რეპრესიები ჟურნალისტებს და ტელეოპერატორებს ქუჩაში დევნიან და ახლა როგორც ჩანს, ახალი მეთოდები ამუშავა თვით გამოცხადებულმა ხელისუფლებამ და ჟურნალისტების საცხოვრებელ სახლში სატელეფონო ზარების მეშვეობით ახლა გომელაურის რაზმი იარაღებს ეძებს. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.